მექსიკური სალსა. ბლანშირებული სალსა. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება 3 ან 4 პომიდორი, ნახევარი ლიმონი, დაახლოებით 1 პატარა თავი ნიორი, ბულგარული ციცაკა, ხახვი, მწვანე ციცაკა, მოგდაგვიმალა, მწვანე ხახვი, კინძი. დავიწყოთ მომზადება. ცოტა ზეთი მოვასხათ დაფაზე. გარეცხილი სუფთა. დავდოთ დაფაზე. დაბალ ცეცხლზე. ნიორიც დავყაროთ. ესე დავტოვოთ. სანამ ოდნავ არ დაიბრაწება. ძალიან ცოტა. 3-5 წუთი მაქსიმუმ. ფენერია ამოვაბრუნოთ. პოსნეული მოითუშა. გავაცალოთ კანი. გადაცემას უნდა დავარქვათ ძალიან მშია, იმიტომ რომ რეზულტატს არ ვაცდი გაგრილებას არაფერს. ტრადიციულ სალსაში ამ ნაწილსაც იღებენ, მაგრამ როცა კაი პომიდორია, რა თქმა უნდა მოვიღოთ, თან ცოტა წვნიანიც იქნება. დავჭერით პომიდორი წვრილად, ახლა გავჭერთ ბულგარული. ეს ყველაფერი ამოვაცალოთ. ხახვი. წვრილად ჯერთ ნიორს. ახლა დავჭერთ მწვანე ციცაკა. ახლა დავჭერთ მწვანილი. ესეც წვრილად. სალსა თითქმის მზად არის. ბოლო შტრიხები. მარილი, პილპილი, ზეითუნის ზეთი და ლიმონი. სასურველია ლაიმის წვენი იყოს, მაგრამ სალსა შეგვიძლია მივირთვათ როგორც გარნირი, კარტოფილთან, მაკარონთან, ბრინჯთან, როგორც თქვენ გაგეხარდებათ. ძალიან არომატული, გამოხნევებელი და სასიამოვნო გარნირია.